ამ დღეებში შიდა ქართლის რეგიონში სახალხო პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ქალაქ გორში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის პრეზენტაცია სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძის ესწრებოდა. შიდა პარტიული არჩევნების პროგრამა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც გორის თეატრში 2 თვის წინ დაიგეგმა, სახალხოელებმა ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. Pania გვინდოდა თეატრში ჩაგვეტარებინა ღონისძიება, მაგრამ რაიონის გამგეობის მხრივ იყო შეფერხება, თეატრის კარებით დააკეტინეს სიფრერი განკარგულები და არ აღებინებდნენ თეატრის ხელმძღვანელობას და აქ პლაკატი ჰქონდა გაკრული, რომელსაც ხედავთ, აი თავიდან აკრავენ, ეს პლაკატიც ჩამოხსნეს. როგორც ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ჩვენ ვერ გაკრულ პლაკატებს ხსნით. და კონკრეტულად მისი ბრძანები მოხდა. მოდი იმ პიროვნებას ვუმახსენებინეთ. და მაინც რაიონის გამგებელს. ბრალდების მთავარმა ადრესატმა გორის რაიონის გამგებელმა ამ ფაქტს ასეთი შეფასება მისცა. ყველა პოლიტიკური პარტია, ვისაც ასეთი ღონისძიების ჩატარება ექნება, უფლება აქვს შეუზღუდავად ნებისმიერ დროს მივიდეს და ჩაატაროს რაიონის კურსაკურსახში ღონისძიება. თუ სხვა პოლიტიკური პარტიები ამას აკეთებენ, სახალხო პარტია არამედ მათზე წინ არ ადგას, შეუზღუდავად მიეცეთ კიდევ ასეთ წინადად ჩატარება. პირიქით, მაგრამ ყოველგვარნებათვის გარეშე შეამწყვიეს კარები და შევიდნენ თეატრში. უბრალოდ ეხლა ხელისუფლებას რო ქონდეს საკითხის დამწყების სურვილი, ამას ძალიან სერიოზულ შეფასებას მისცემდა, მაგრამ უბრალოდ ჩვენ არაფერ არ მიეცეთ ამას შეფასება. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გორის თეატრის შენობაში მაინც ჩატარდა, რამდენიმე წუთს ჩაბნელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. სახალხოელების აზრით, ეს ფაქტიც იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც შიდა პარტიული არჩევნების დასაწყისში გორის რაიონის გამგებლის მისამართით უკვე გაისმა. ადგილობრივ მმართველობას დღეს არ ექცევა ყურადღება. სწორედ იმიტომაც არის, რომ არჩეულ გორის საკრებულოს არ აქვს არანაირი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ აი გორის პრობლემები მოაგვაროს. სწორედ ამიტომაც კეთდებათ, რომ მათ იციან, რომ მოვიდა ხელისუფლებაში ხალხი, რომელიც ფულ სახში კი არ წაიღეს, არამედ საქმეში ჩადეს გორის პრობლემების მოსაგვარებლად. სახალხოელების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია თეატრის შენობას პოლიტიკური მიზნებისათვის მხოლოდ თანაპარტიელებს უთმობს, რაიონის გამგებელმა შემდეგნაირად ახსნა. ზღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე და არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი და საკანონმდებლო ორგანოს პირველი ხელმძღვანელი და მე არავითარი საპრეტენზიო აქ ბატონ მამუკასთან და არავითარ არ მაქვს, მაგრამ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითავისოს და უნდა გაიგოს და განსხვავება უნდა შეიქმნოს ხელისუფლებისა, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისა და პოლიტიკური პარტიის ლიდერების შორის უბრალოდ განსხვავება. შეხვედრაზე სახალხოელებმა ჩაულებას არ უღალატეს და მათ გამოსვლაში მმართველი პარტიის მისამართით საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაისმა. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატის ორ კანდიდატურას, გორის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის გოგინ ჭედლიშვილსა და პარლამენტის წევრს ჯოენ თაღნიაშვილს შორის გამართული მეგობრული დუელი პარლამენტარის გამარჯვებით დამთავრდა.